მოგესალმებით იმატაროს არხსა, იმატაროს არხის მეგობრებო. მოდით გავაკეთოთ საჯარო გაშლა თემაზე, რას ვერ ამჩნევთ, რა არის სამყაროს გზავნილი, რომელსაც თქვენ ამ წუთას ვერ ამჩნევთ. ჩაიფიქრეთ რომელიმე პირველი ან მეორე ვარიანტი. მანამდე გეტყვით, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, პირადი კონსულტაციისთვის მოგწერეთ პირად შეტყობინებაში. მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი ამოგვივიდა პენტაკლების 10. ეს არის მყარი ოჯახი, ეს არის მხარდაჭერა. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ ვერ ამჩნევთ სათანადოდ ვერ აფასებთ იმ მყარ საფუძველს, რომელზეც დგახართ. ეს შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის წევრების მხარდაჭერა, თქვენი სახლი, თქვენი უკვე მიღწეული მატერიალური თუ ცხოვრებისეული სტაბილურობა. იმდენად ხართ კონცენტრირებული იმაზე, რაც ჯერ კიდევ გაკლიათ, რომ ვერ ხედავთ, რამდენად სავსეა უკვე ის თქვენი ცხოვრებისეული თასი, ხო? აი ბედნიერებებით, რაც არის თქვენს ზურგს უკან, ეს არის ის რესურსი, ის უსაფრთხოება, რომელიც თქვენ ამ წუთას გაქვთ და ვიტყოდი, რომ უფრო მეტად მიაქციეთ ყურადღება იმას, რაც უკვე გაქვთ და არა იმას, რაც ვფიქრობთ, რომ უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ როდესაც მადლიერები იქნებით და დააფასებთ იმ ყველაფერს, რაც სამყარომ გამოგიგზავნათ, რაც აქამდე უკვე შეგიქმნიათ და დაგიგროვებიათ, უფრო მეტი გექნებათ სამყაროსგან, უფრო მეც მოგცემთ აუცილებლად ღმერთი 10 მაგად და 100 მაგად მეც. რაც შეეხება უკვე მეორე ვარიანტს, ამგვივიდა თასები, თასების 3, ეს არის უფრო პოზიტიური ბარათი, თქვენ ვერ ამჩნევთ ცხოვრებისეულ რაღაც წვრილმან სიხარულებს, იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი ბედნიერება გულწრფელად უხარია, სამყარო გეუბნებათ, რომ ნახეთ მხოლოდ რაღაცა შორეული მიზნების დევნა, მხოლოდ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და ამ პრობლემებით ცხოვრება და ამ პრობლემების მოგვარების დევნა არ არის თქვენი ცხოვრება. თქვენ ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად იყოთ პოზიტიური, ახლობლებთან ერთად, მეგობრებთან ერთად, თქვენს გარშემოყოფებთან ერთად, აი უბრალოდ პატარა რაღაცებზე იცინოთ, იხალისოთ, დღევანდელი დღით იცხოვროთ და იზეიმოთ და იყოთ უფრო მეტად ბედნიერი. აი ამას ვერ ამჩნევთ და გეტყოდით, რომ აი ცოტა ხანი გაჩერდით, აი ის რაღაცა სირბილი შეწყვიტეთ, გარშემო მიმოიხედეთ და აი აქაც იგივეს ვიტყოდი, ისევ მადლიერების თემას დავუბრუნდები, ხო? ეცადეთ რომ მიიღოთ ის სიხარული, ის მხარდაჭერა, რაც არსებობს ახლა თქვენს ცხოვრებაში და ის პატარ-პატარა ბედნიერებები, აი ეს შეაკოწიწოთ და იმით იყოთ მადლობელი და დარწმუნებული ვარ, რომ აი აბსოლუტურად ყველა თქვენთაგანი ვინც მისმენს, იგრძნობს თუ რამდენად კარგი ცხოვრება აქვს მას. მე მინდა რომ ყველას გისურვოთ ბედნიერება, წარმატებები და დროებით გემშვიდობებით.